ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული სამხედრო იერიში და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება პირველ რიგში სანავთობო ბაზრებზე აისახა. მას შემდეგ, რაც გლობალური ნავთობ ვაჭრობის ყველაზე მნიშვნელოვან სატრანზიტო წერტილ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობა შეჩერდა. გლობალურ ბაზრებზე ნავთობის გაძვირება დაიწყო. ბრენტის მარკის ნავთობი დაახლოებით 9%-ით $79-მდე გაძვირდა, ხოლო ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 8%-ით გაიზარდა და $1 ბარელზე $70 შეადგინა. მართალია შექმნილი ვითარების ფონზე ოპეკის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების მცირედით გაზრდაზე შეთანხმდნენ. თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით ნავთობის დღიური მოპოვების საშუალოდ 209,000 ბარელით გაზრდა რეალური შედეგის მომტანი ვერ იქნება, ვიდრე სრუტე, რომელზეც მსოფლიოს საზღვაო ნავთობ ექსპორტის დაახლოებით 25-30% გადის შეფერხებული იქნება. უკვე კეთდება შეფასებები, რომ ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ბრენტის ნავთობის ფასმა შესაძლოა ბარელზე $100-საც გადააჭარბოს. ჰორმუზის სრუტე, რომელიც გლობალური მიწოდების 20-30%-ს ატარებს, ამჟამად არის ფაქტობრივად ჩაკეტილი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნავთობი ერთდღიან ჭრილში დაახლოებით 8%-ით არის გაძვირებული. ნავთობის შეძენა გლობალურად არის გაძვირებული, ეს ავტომატურად აუცილებლად გამოითარგმნება შემდეგ უკვე ადგილობრივ ფასებშიც. იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი გრძელვადიანად გაგრძელდება, ანუ დაახლოებით 1 თვით მაინც, ეს უკვე ანალიტიკოსების შეფასებით გამოიწვევს ნავთობის მკვეთრ გაძვირებას, პოტენციურად ბარელზე $100-ზე შეიძლება ავიდეთ, ხოლო $100-იანი ნავთობი გლობალურად წარმოადგენს უკიდურესად დიდ და სერიოზულ პრობლემას. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე მოვლენების ეფექტს, ნავთობიმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე საწოვის ფასის ცვლილება არაა მოსაოდნელი, რადგან ჯერჯერობით გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი გაძვირება არ ფიქსირდება. თუმცა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ კი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე ნავთობი გაძვირებას გააგრძელებს, ეს უკვე შესაძლოა საქართველოს ბაზარზეც აისახოს. დღევანდელი ესე ვთქვათ მონაცემებით არ ველოდები, იმიტომ რომ $5 ესე ვთქვათ არითმიები სულ მუდამ სანავთობო ბაზარს ახლავს თან. რა იქნება შემდგომ? მეტი იქნება? ამის დამიხედვით ვიმოქმედებთ. რა თქმა უნდა, თუ გაგზელდა ფასთა ესე ვთქვათ მატება, რა თქმა უნდა, მე ვერ წავალ იმის წინააღმდეგ, რომ აი რა თქმა უნდა ჩვენ რა ვყიდულობთ და ვყიდით თუ საყიდლად გაძვირდება, რა თქმა უნდა ეს აისახება საქართველოს შიგა ბაზარზეც. იმ შემთხვევაში, თუ კი ახლო აღმოსავლეთში არსებული სამხედრო კონფლიქტი გაგრძელდება, არის მოლოდინი, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვი მნიშვნელოვნად შეფერხდება, რაც გადაზიდვების გაძვირებასაც გამოიწვევს. ასეთი მოლოდინი აქვს სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლების ნაწილს. კომპანიების ნაწილში ელოდებიან, რომ კონფლიქტის შედარებით ხანგრძლივი გაგრძელების შემთხვევაში ჰორმუზის სრუტესთან ერთად გადაზიდვები შეფერხდება წითელ ზღვაშიც, რაც თავის მხრივ გადაზიდვების დროის გახანგრძლივებას, გაძვირებას და საბოლოოდ ინფლაციის დაჩქარებას გამოიწვევს. რა გავლენა ექნება საქართველოში ინფლაციაზე ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას? ანალიტიკური ორგანიზაციების ნაწილში ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველოში ინფლაცია მომდევნო პერიოდებში, მათ შორის ნავთობის გაძვირების ფონზე 1-2% პუნქტით დაჩქარდეს. ნავთობითის ფასის ზრდა ცალსახად მოსალოდნელი არის, რაც პირდაპირ პროპორციულად გადადის შემდგომ ტრანსპორტირების ხარჯებში და შესაბამისად როგორც კი საწვავი ძვირდება, ხდება გადახედვა, უნდა დაფიქსირებული კონტრაქტების, გრძელი მარშრუტების გაძვირება მოხდება კიდევ უფრო და ჰორმუზის სრუტესთან ერთად, რა თქმა უნდა, წითელ ზღვის ტრანზიტიც შეფერხებული იქნება ცალსახად, იმიტომ რომ საერთოდ რუსიტების ციაქტიურებენ კიდევ უფრო მეტად ვიდრე ადრე. შესაბამისად, თუ თქვენ პროდუქცია შემოგავთ ზღვით, მოლოდინი უნდა გქონდეთ, რომ მოგიწევთ ძირის გადახდაც და დაახლოებით 4 თვემდე ლოდინი გვერდით, რაც საკმაოდ დიდია. ოპეკმა გაზრდის წარმოებას აპრილს, თუმცა ეს არ არის საკმარისი. თქვათ იყო საუბარი, რომ ეს სრუტე ჩაიკეტა, შემდეგ არის აი როგორც თქვენ ხართ ახლა მუდმივ რეჟიმში ინფორმაციის, არის საუბარი, რომ თვითონ გაიხსნა. წითელ ზღვაზე არის კითხვები, ხომ იქ შეიძლება იყოს გართულება. ჯერჯერობით ისეთი არა, როგორც უკრაინის ამ ტრაგედიული მომენტის დასაწყისის დროს, თუმცა ესე იგი თქვათ ირიბი ეფექტიც აქვს ნავთობს, ხომ რეალურად ამიტომ 1-2% პუნქტით ალბათ იქნება ეს ზეგავლენა.
თუმცა მიღმა შესაძლო ნეგატიური გავლენებისა. უკვე კეთდება წინასწარი შეფასებებიც, რომ შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კონფლიქტის უფრო ხანგრძლივად გაგრძელების შემთხვევაში საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის აქტუალობა კიდევ უფრო წინ წამოიწიოს. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში ამბობენ, რომ მიმდინარე პროცესები საქართველოს დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვისა და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის პოზიციის გაძლიერებისთვის ახალ შესაძლებლობას უქმნის. 2022 წელს საომარი დაპირისპირების ფონზე 50%-ით გაიზარდა გადაზიდვების რაოდენობა საქართველოს დერეფანში. შესაბამისად, თუ ირანში მიმდინარე პროცესები გახანგრძლივდა და ჩვენ პარალელურად უყურებთ ცენტრალური აზიის 5 სახელმწიფოსა და ირანს შორის ბოლო წლებში ინსტიტუციონალურ დონეზე მიმდინარე პროცესებს, როდესაც ხდება სხვადასხვა სატარიფო პირობების შეთანხმება, საკონტეინერო გადაზიდვების სქემის აწყობა, საზღვარზე ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ეს გვაფიქრებინებს იმაზე, რომ ირანის მიმართულებით ჩაიკეტება გადაზიდვები და ცენტრალური აზიის ქვეყნები იმ ინსტიტუციონალურ დონეზე აწყობილ სქემებს გადმორთავენ შუა დერეფანზე. ეს იქნება შუა დერეფნისათვის მნიშვნელოვანი ტვირთნაკადის დამატება. კიდევ ერთი პოტენციური გავლენა, რაც შესაძლოა საქართველოს ეკონომიკაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს ჰქონდეს ტურიზმის მიმართულებით კლება. კერძოდ იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ტურისტულ ნაკადებში ისრაელს დაახლოებით 11% უჭირავს, კონფლიქტის უფრო გრძელვადიანად გაგრძელებამ შესაძლოა საქართველოში ტურისტული ნაკადები შეამციროს, თუმცა აქვე კეთდება წინასწარი შეფასებები, რომ ვითარების გაუარესების ფონზე შესაძლოა 2022 წლის სცენარი განმეორდეს და საქართველოში მიგრაციული ნაკადები ვიხილოთ. ამჯერად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ძირითადი ეფექტი მაინც საყურადღებო რაც არის ტურიზმის ფაქტორი იქნება. ახლობით 11%-ია ჩვენ საავტო შემოდინებებში, ტურიზმის შემოდინებებში არამთლიანში ისრაელის წილი, იგივე სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები არის მნიშვნელოვანი, იქ რამდენიმე პროცენტული პუნქტი ალბათ. უფრო საყურადღებოა პოტენციური დანაკლისი. მაგალითად, შარშან ისრაელის მოქალაქეებმა მეტი ბინა იყიდეს თურისტები, ვიდრე რუსეთის მოქალაქეებმა, ხო, საქართველოში. ამიტომ ისე როგორც არ ვიტყოდი არავის, მაგრამ ბერჩეთონოს არ გვეგონა რომ ამ უკრაინის ომის მერე პირიქით ახლა გვერიდება ამის თქმა, მაგრამ ხომ ასე იყო დადებითი ეფექტი მივიღეთ ამ ომიდან. აქედანაც გარკვეული დადებითი ეფექტი არ არის გამორიცხული. როგორ აისახება ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება გლობალურ ბაზრებზე და საქართველოზე? ეს ყველაფერი ბუნებრივია, ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებია და იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს და რა ინტენსივობით გაგრძელდება ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელისა და ირანის სამხედრო დაპირისპირება. ახლო აღმოსავლეთში სროლები გრძელდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ ისლამური რევოლუციური გვარდია ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებსა და ისრაელის მოკავშირეებზე საპასუხო იერიშებს ახორციელებს. ირანის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები დუბაის, დოჰას, ბაჰრეინისა და ქუვეითის მიმართულებებით განახორციელეს. ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისა და თეირანის საპასუხო ნაბიჯების ფონზე საქართველოში ფრენების ნაწილი გაუქმდა. ავიარეისებზე შეზღუდვები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან შესასრულებელ 19 რეისს შეეხო. არაბული ქვეყნების მიმართულებებზე ტურისტული მიზნით საქართველოს არაერთი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც გაუქმებული ავიამიმოსვლის გამო უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქმიანი დილას ეთერში აცხადებენ, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოდან ჯგუფები დოჰაში იმყოფებიან. მათი თქმით, კომპანიებმა სასტუმროებში დამატებით 2 დღით მათი განთავსება უზრუნველყოს. მათივე განცხადებით, ამ დროისთვის ისინი არიან მოლოდინის რეჟიმში, მათ შორის მიმდინარე და სამომავლო ჯავშნებთან მიმართებითაც. ამ ეტაპზე ყველაზე აქტიური წერტილი, სადაც ჩვენ ტურისტებს ყველაზე მეტი რაოდენობა, ეს არის დოჰაში, დაახლოებით 40-მდე ადამიანი ყავს, 40-მდე ტურისტი. სიტუაცია მინდა ვთქვა, რომ არის კონტროლირებადი, იმიტომ ჩვენ აქტიურად კავშირზე ვართ ყველა თითოეულ ტურისტთან. პირველი პანიკა იყო, პირველი შემოტევა, როგორც დოჰას ტურისტებზე, ასევე დუბაიში, მაგრამ ჩვენ ასევე უზრუნველყავით ჩვენი მგზავრების, ჩვენი ტურისტების დუბაიშიც განთავსება. ამ ეტაპზე ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ. ყველაზე დიდი ჯგუფები ახლა საქართველოს არის დოჰაში, გამომდინარე იქიდან, რომ არის ჩარტერი სპეციალური და დიდი ჯგუფები კვირაში 2 ჯერ სრულდებოდა ეს რეისი და ყველანი არიან მოთავსებული სასტუმროში, უსაფრთხოდ, მათ შორის საუბრე, რომელიც იქნა გათვალისწინებული მათთვის, ანუ ყველას გულისხმობ. ხოლო 2 დღის დასვლის შემდეგ უკვე ვაკვირდებით სიტუაციას, თუ რა იქნება. წინასწარი, ასე რომ ვთქვათ, კულუარული ინფორმაციით 4 მარტს გამხენიას არის
თითქოს ჩანიშნული რეისი და ველოდებით. რაც შეეხება ემირატებში ნახე დიდი ინფორმაცია, რომ აბუ-დაბი და დუბაის ტურიზმის დეპარტამენტები, ანუ სამსახურები გარკვეულწილად თხოვენ სასტუმროებს, რომ არ თქვან უარი იმ ტურისტების განთავსებაზე, რომლებიც ჩარჩნენ ამ კონფლიქტის დროს და ყველა ხარჯს ისინი თითქოს თავზე იღებენ. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს საქართველოს მთავრობა განცხადებით ეხმიანება, რომელშიც სამძიმარეა გამოთქმული ირანელი ხალხის და ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს მთავრობა სამძიმარს ამავე განცხადებაში მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო უცხადებს. ასევე სრული სოლიდარობას უცხადებენ ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს და წერია, რომ მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად. საქართველოში ირანული კაპიტალის მონაწილეობით 12864 ბიზნესია რეგისტრირებული, აქედან 2153 მოქმედია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა BMG-ს გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად იანვარში მისწერა. უწყების ცნობით, მხოლოდ 2025 წელს საქართველოში 250 ირანული ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა. რაც შეეხება ირანთან სავაჭრო ურთიერთობას, 2025 წელს ირანთან სავაჭრო ბრუნვა 290.5 მილიონამდე 9.6%-ით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ირანის სავაჭრო სალდო უარყოფითია და ვაჭრობაში დიდ ძირითად ნაწილს იმპორტი იკავებს, ანუ საქართველოს იმაზე მეტ საქონელს ყიდულობს ირანში, ვიდრე ყიდის. ექსპორტი გასულ წელს მცირედით 38.7 მილიონ ამერიკულ დოლარამდე 5.1%-ით გაიზარდა. ირანიდან საქართველოში პირველი FDI 2006 წელს შემოვიდა მაქსიმალურ რაოდენობას 8.2 მილიონ დოლარს კი 2018 წელს მიაღწია. 2024 წელს პირდაპირ ირანული ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და 652.300 დოლარი იყო. 2025 წლის 3 კვარტალის მონაცემებით კი საქართველოში 295.300 დოლარის FDI შემოვიდა. ირანიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა კი უმნიშვნელოა. 2023 წელს 233.200 ამერიკული დოლარი გადმოირიცხა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წლიურ ჯილში კი 216%-იან ზრდას წარმოადგენს. 2025 წელს ირანიდან ფულადი გზავნილები არ ფიქსირდებოდა. კვირის პირველი სავაჭრო სესია ენერგეტიკულ ბირჟაზე მკვეთრი ზრდით დაიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის დაწყების და ჰორმუზის სრუტის შეფერხების ფონზე ბირჟაზე ნავთობის ღირებულება საშუალოდ 9%-ით გაიზარდა და ბარელი ბრენტის ფასი ამჟამად $80 უტოლდება, ხოლო WTI-ის ფასი $73 ფარგლებში ამ ცვლილების ფონზე წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი თითქმის 28%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროპის მასშტაბით ის ერთ დღეში 30%-ით არის გაძვირებული, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე მატების მაჩვენებელი 43%-ს აღწევს. ექსპერტების შეფასებით ნავთობისა და გაზის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობასთან, რაც ყურის ქვეყნებთან მიმართებით რისკებს ზრდის და ჰორმუზის სრუტეს აფერხებს, რომელიც თავის მხრივ გლობალური მიწოდების თითქმის 30%-ს ატარებს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, თუ კი სრუტე რამდენიმე კვირით ჩაიკეტება, მაშინ ნავთობის ფასი მარტივად მიაღწევს $100-იან ნიშნულს, რაც მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დაჩქარების მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს. ყატარის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია ყატარ ენერჯიმ თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების შეჩერების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება ირანის მიერ ყატარის ენერგოინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ იერიშებს უკავშირდება. კომპანიის ცნობით, თავდასხმის სამიზნე გახდა გაზის გადამამუშავებელი ორი საკვანძო ობიექტი, ხმელეთზე განთავსებული ბაზა რასლაფანი და ბუნებრივი აირის წარმოების უმნიშვნელოვანესი ცენტრი მესაიდი. ყატარი ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიისა და რუსეთთან ერთად მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ენერგეტიკული ობიექტების პარალიზება და წარმოების შეჩერებამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომის ფონზე შესაძლოა გლობალურ ენერგო ბაზარზე მიწოდების სერიოზული დეფიციტი და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს. დუბაის ხელისუფლებამ ჯებელ ალის პორტის ტერმინალებზე ოპერაციები დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ სამიზნის გადაჭრის შედეგად ჩამოცვენილმა ნამსხვრევებმა პორტის ერთ-ერთ მისადგომთან ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ლოგისტიკურმა ჯგუფმა DP World-მა დაადასტურა, რომ მუშაობის შეჩერება პრევენციულ ხასიათს ატარებდა და ამ დროისთვის ოთხივე ტერმინალმა საქმიანობა სრულად განაახლა. კომპანიამ პარტნიორები მოსალოდნელი შეფერხებებისა და გემების დაგვიანების შესახებ უკვე გააფრთხილა. ჯებელ ალის პორტი რეგიონის უმსხვილესი სატრანზიტო ჰაბია, რომელიც კონტეინერების, ნაყარი და გენერალური ტვირთების გადამუშავებას უზრუნველყოფს და საკვანძო როლს ასრულებს საერთაშორისო ვაჭრობაში.
ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობის ფონზე საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის შეფასება მკვეთრად იზრდება. ამჟამად უნცია ოქროს ფაზი $5,400 აღწევს, რაც ერთ კვირაში 3%, ხოლო ერთ წლიან პერიოდში 86%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღმასვლის დინამიკა ფიქსირდება ვერცხლთან მიმართებითაც, რომელიც უნციაზე $95 ივაჭრება და ერთ კვირაში 8%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო ერთ წლიან პერიოდში ის 200%-ით არის გაძვირებული. ოქროს გაძვირება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, ირანის კონფლიქტის მიმდინარეობასთან, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკურ და მაკროეკონომიკურ რისკებს ზრდის. როდესაც მსოფლიოში კონფლიქტის ახალი კერა ჩნდება, ასეთ დროს ინვესტორები სარისკო აქტივებს ყიდიან და კაპიტალს შედარებით სტაბილურ აქტივებში აბანდებენ, მათ შორის ოქროსა და სახაზინო ობლიგაციებში. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ კი კონფლიქტი ერთ კვირაში არ დასრულდება და გაურკვეველი ვადით გაგრძელდება, მაშინ დიდი ალბათობით ოქროს ფაზი რეკორდულ $5,600 გადააჭარბებს. ირანთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ქუვეითმა საფონდო ბირჟები დახუროს. მარეგულირებლების განცხადებით, ეროვნული რისკების გამო ინვესტორებს ადგილობრივ ბირჟაზე ვაჭრობა არ შეეძლება და ტრეიდინგი მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც ვითარება დასტაბილურდება. ცნობისთვის რეგიონში ზოგიერთი ბირჟა გახსნილია, მაგალითად საუდის არაბეთის ფლაგმანური ინდექსის Tadawul All-Share ინდექსის შეფასება 2.2% არის შემცირებული. Qatar Stock Exchange-ის შემთხვევაში კი ვარდნის მაჩვენებელი კონფლიქტის დაწყების შემდეგ 4.3%-ია. ისრაელს რაც შეეხება Tel-Aviv ინდექსის შეფასება 6%-ით არის გაზრდილი, განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა ისრაელში წარმოდგენილ სამხედრო კომპანიებს აქვთ. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის წინააღმდეგ კონფლიქტის გამოწვევების ფონზე გლობალური საფონდო ინდექსების შეფასება ეცემა. Total World Stock Index-ის ღირებულება თითქმის 2%-ით არის შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გლობალურად კომპანიების აქციების შეფასება დაღმასვლისკენაა მიმართული. ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით წინა სავაჭრო სესიაზე საშუალოდ 1.5%-იანი კორექცია იკვეთება, რაც სამხედრო მოქმედებების მასშტაბების გათვალისწინებით კონსერვატიულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. ევროპული ფლაგმანური ინდექსი Stoxx 600 დღეს 1.7%-ით არის შემცირებული, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიხედვით საშუალოდ 2%-იან კლებას ვხედავთ. აზიის რეგიონში აზია დოუ დაახლოებით 2%-იან ვარდნას აფიქსირებს. იაპონური ნიკეი შემცირებულია 1.5%-ით, ხოლო ჰენგ სენგი ინდექსის კორექცია 2.3%-ს აღწევს. უშუალოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონს რაც შეეხება, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ქუვეითმა საფონდო ბირჟები დახურეს. ქართულ ოცნებას საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები შეაქვს. კანონის პროექტი უკვე პარლამენტშია და ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა წარადგინა. პარლამენტში განხილული ახალი კანონპროექტის მიხედვით საარჩევნო კომისიის ხდომაზე პირის მიერ ხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებისა და აუდიო მონიტორინგის წესი CESCO-ს დადგენილებით განისაზღვრება. საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან და ასევე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლის თანხმლები, თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები. კანონპროექტის მიხედვით CESCO-ს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მეორე დღისა CESCO-ს დივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებლების თარჯიმნების შესახებ ინფორმაცია და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები. ამ ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას განკარგულების ადგენს CESCO. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებლების თარჯიმნების სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი თარჯიმანი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლისა და თარჯიმნის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდი ნიშანი. 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდა, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ბიუროს დაარსების დღიდან რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც პოსტზე იმჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის 15 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა. ბიურო შეიქმნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მეოთხე პრიორიტეტული ამოცანის საფუძველზე. დღეიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და მისი ფუნქციებიც ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებას ოცნება მხარი მესამე მოსმენით 2025 წლის 17 დეკემბერს დაუჭირა. 15,000 ლარის ქრთამის აღებაზე სამგორის გამგეობის 3 თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. დაკავებულია საფინანსო და შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი. ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი მოქალაქე, ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურეობრივი ავტორიტეტის გამოყენებითა და შუამავალი პირის დახმარებით დიდი ოდენობის ქრთამს იღებდა. კერძოდ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართო დოკუმენტაციის
გარეშე ობიექტის მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ ღთამის სახით მოითხოვა და შუამავლის მეშვეობით მიიღო 15000 ლარი. უწყების ინფორმაციით ბრალდებულები ღთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე დააკავეს. გამოძიებით ასევე დაადგინდა, რომ 2026 წლის თებერვალში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ობიექტზე განსახორციელებელი უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ კომპანიის წარმომადგენელმა იმავე საჯარო მოხელეს კვლავ შუამავლის მეშვეობით გადასცა მოთხოვნილი 15000 ლარი. აღნიშნულ ეპიზოდზე ღთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია კომპანიის წარმომადგენელი. შესყიდვებში ფასწარმოქმნის ალტერნატიულ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ წინადადებებზე ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია მუშაობს. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, დღეისთვის ტენდერები ეგრეთ წოდებული ფასის ჭერის პრინციპით ცხადდება, როდესაც სახელმწიფო ფასის მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, ხოლო კომპანიებს შორის კონკურენცია ამ ფასის კლების მიმართულებით მიმდინარეობს. ამიტომ დარგში ფასწარმოქმნის ალტერნატიულ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ წინადადებებზე მუშაობენ, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიეწოდება. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, გასულ წელს სექტორში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შედგა. შესყიდვებში მუშახელი სახელფასო ხარჯების შეფასებებსა სახელმწიფომ რეალური საბაზრო ღირებულება გაითვალისწინა, თუმცა დღის წესრიგში კვლავ რჩება შესყიდვების ფასში სამშენებლო მასალებისა და მექანიზაციის გაძვირებული ხარჯების საკითხი. დარჩენილია მასალები და მექანიზაციები. ამ ნაწილშიც გქონდა ჩვენ გვაქვს რამდენიმე ინიციატივა და ვფიქრობ, რომ სადღაც ძალიან მალე ამ საკითხიც რაღაცა მოკლევადიან და გრძელვადიან გადაწყვეტილებაზეც მოვიძიოთ. ფაქტია, რომ ამ პერიოდში სახელმწიფო გამოირჩევა ღიაობით და თანამშრომლობით. ხდებოდა ზედაზღვრული ფასების დაწესება, რაც არის აბსოლუტურად სისულელე და ავტომატურად წინასწარ განსაზღვრული იყო, რომ ის ამ ფასებში ჩაიდებოდა, იქნებოდა სიტუაცია, რომ მე ეთაღლიდა სხვადასხვა მაქინაციებით, რომ გამომძვრალი იყო საკითხი არ მოიტანდა ფულს. ამიტომ ზედაზღვარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. თუ მინდა გავიგოთ და ჩავატაროთ ჯანსაღი კონკურენტუნარიანი ტენდერი, ყველა უნდა დადოს თავისი ფასი. გამოიკვეთება რეალური ფასი. თუ ეს რეალური ფასი იმ დროინდელი მნიშვნელოვნად განსხვავდება ბიუჯეტური ფასისგან, დამკვეთ საშუალება აქვს გააუქმოს ტენდერის შედეგები. ინფრასტრუქტურული კომპანიების განმარტებით დღესმოქმედი სისტემა არ ითვალისწინებს ეგრეთ წოდებულ ზედნადებ ხარჯებს, რაც კომპანიებს განვითარების შესაძლებლობას ართმევს და ხშირ შემთხვევაში პროექტების ზარალით დასრულების მიზეზი ხდება. ტესენ ჯგუფის განმარტებით დღეს სახელმწიფო ტენდერებში გათვალისწინებულია მხოლოდ პირდაპირი ხარჯები, მუშახელი მასალა და მექანიზაცია, თუმცა არსებობს ხარჯების მთელი ჯაჭვი, რომელიც პროექტის ღირებულების დაახლოებით 8-10% შეადგენს და რომელიც ტენდერში გაწერილი არ არის. ზედნადები ხარჯები მოიცავს ტექნიკის მობილიზაციას, ინჟინრულ მომსახურებას, შრომის უსაფრთხოებას, თანამშრომელთა დაზღვევას, რეგიონებში თანამშრომელთა ცხოვრებას, ლოგისტიკურ და სხვა საკითხებს. ეს ხარჯები კი კომპანიების მოგებიდან იფარება. 90% კომპანიები საბოლოო ჯამში უკვე ამ ხარჯებიდან გამომდინარე მომგებიანად რამდენად მუშაობს, ცოტათი ესე ვთქვათ, კითხვის ნიშანი. ჩვენი აზრით, ანუ ის პირდაპირი დანახარჯები რაც არის, ანუ მუშახელი, მასალა და მექანიზაცია, ამას უნდა დაემატოს პროექტის ზედნადები ხარჯები და უკვე ამის შემდეგ უნდა მოხდეს კომპანიის ზედნადები ხარჯებისა და მოგების დარიცხვა. რომ ადეკვატურად მოხდეს ყველა იმ გაწეული სამუშაოსა თუ ნებისმიერი აქტივობის ანაზღაურება და კომპანიებმა შეძლონ სწორად განვითარება. სექტორისთვის კიდევ ერთი კრიტიკული საკითხი ფასების ინდექსაციაა, განსაკუთრებით იმ პროექტებზე, რომელთა ხანგრძლივობაც ერთ წელს აღემატება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს დიდწილად იმპორტირებულ მასალებზეა დამოკიდებული, რაც საწვავს, ბიტუმსა და ლითონს მოიცავს, დარგის წარმომადგენელთა განმარტებით, გლობალური ბაზრის ნებისმიერი რყევა პროექტის თვითღირებულებას რადიკალურად ცვლის. ერთ-ერთი დიდი პროექტი ქონა 70 მილიონის ღირებულების და რაღაც მოგების მარჟას რო ვფიქრობდით საბოლოო ჯამში 0.5% ზარალით დაგვიმთავრდა ეს პროექტი. ასე რომ ანუ ესეთი რისკები არსებობს და ინდექსაცია რეალურად ამ სახის რისკებს აზღვევს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა სახელმწიფოსთან პარტნიორობა, იმიტომ რომ ჩვენც ამ ქვეყნის წარმომადგენლები ვართ და ჩვენი პრობლემები საბოლოო ჯამში ისევ იმ ხალხს და იმ ოჯახებს ეხება, რომლებიც აქ მოღვაწეობენ, აქ ქმნიან ეკონომიკას და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ეს დაზღვევა სახელმწიფოსთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ის კადრები, ის კომპანიები, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე მუშაობენ და ქმნიან პროდუქტს, მინიმუმ ესეთი რისკებისგან დაზღვეულები იქნება. ინდექსაცია არის ყოველდღიურ ინტერნეტში, რომელიც ხდება რაღაცა პერიოდს, მაგალითად შემოსრულებელი არის წელიწად ნახევრის ან წელიწად რაღაცა პერიოდის რისკი ამ შესრულების პერიოდში იზრდება სხვადასხვა პუნქტის ცვლილებით, ხო?
შემდეგ აგად მოიხსენება, რომ აირია მსოფლიო. მოსალოდნელია საწვავის პასის სერიოზული გაძვირება. რა ქნას იმან შესრულებოდა? თუ პასი გაძვირდა, სახელი და ხوار მოიტანს. ამიტომ ნუ ვიგონებთ ახალ ველოსიპედებს. პირველ რიგში დაუბრუნდეთ იმას, რომ უნდა გავერკვიოთ. სუსმა უნდა დაადგინოს კვერცხის პასი თუ ბაზარმა. დარგის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ინდექსაცია სამართლიანი მიმართულება, რადგან ის არნიშნავს მხოლოდ ფასის ზრდას. თუ ბაზარზე მასალები გაიაფთება, სახელმწიფო დაზოგავს თანხას, ხოლო თუ გაძვირდება, კომპანია დაზღვეული იქნება გაკოტრებისგან. სექტორის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ შესაბამის ამის დროს კონკრეტული მოსაზრებები უკვე მიაწოდა. ჯერჯერობით უცნობია გაითვალისწინებს თუ არა სახელმწიფო სექტორის რეკომენდაციებს და შეიცვლება თუ არა მიდგომები სახელმწიფო შესყიდვებში. ხშირად მშენებლობის სფეროში 300 კაციანი უცხოელების ჯგუფი ყავთ დასაქმებული ნებართვების აღება საკმაოდ დიდი ხარჯია. ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტმა ვახტანგ შურღაიამ გადაცემა საქმის კურსში უცხოელების დასაქმების ახალი რეგულაციის შეფასებისას განაცხადა. 1 მარტიდან, როგორც ცნობილია, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა. ახალი რეგულაციების თანახმად საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება და თვითდასაქმება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი ვახტანგ შურღაია აღნიშნავს, რომ ახალი რეგულაცია ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, ეს არ არის ერთჯერადი გადასახადი, რადგან ნებართვა ყოველწლიურად განახლებას საჭიროებს. ისივე ინფორმაციით უცხოელი მუშახელი ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მსხვილ საწარმოებსა და ტექსტილის ინდუსტრიაშია დასაქმებული, სადაც ხშირად სეზონური და პიკური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კადრების უცხოეთიდან ჩამოყვანა გარდაუვალია. საკითხზე კომენტარი გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა. მინისტრის განცხადებით დაწესებული საფასური 200 ლარის სტანდარტული, ხოლო 400 ლარი დაჩქარებული მომსახურებისთვის ბიზნესის მასშტაბებთან შედარებით სიმბოლურია და მას სექტორის განვითარებაზე უარყოფითი გავლენა ვერ ექნება. არ არის აქ 1 და 2-ზე საუბარი, ხშირ შემთხვევაში 100 კაციანი ჯგუფები, 300 კაციანი განსაკუთრებით მშენებლობების შემთხვევაში, ანუ მასშტაბები საკმაოდ დიდია. ერთი ჩვენი წევრი კომპანიას 1500 დასაქმებული ყავს. შესაბამისად, ანუ თანხა საკმაოდ დიდი არის ჯამში, რო შევხედოთ, თან გავითვალისწინოთ, რომ ნებართვა მაქსიმუმ 1 წლით გაიცემა და შესაბამისად ყოველი განახლება ზემოდან ხარჯი არის და ამასთან ერთად დამატებითი ხარჯი არის, რომელიც კომპანიებმა აღნიშნეს, ეს არის საკონსულოში მისვლა. საქართველოს არ არის დახუნული საკონსულოები მთელ სოფლიოში, ან თუნდაც ერთ ქვეყანაში ხშირად ერთი საკონსულო არის და ქვეყნები საკმაოდ მასშტაბური და რთულია თუნდაც საკონსულოში მისვლა, დამატებითი ხარჯია იმ პირისთვის და სადაც გარანტიაც არ აქვს ამ შემთხვევაში, რომ ნამდვილად ვიზას აიღებს. შესაბამისად, ეს დამატებითი ხარჯები, ლოგისტიკური ხარჯები და ბიუროკრატიული გადასახადები, რა თქმა უნდა, ხარჯად დააწვევა ბიზნესს. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე ახალი რეგულაციების ამოქმედების მიუხედავად დამსაქმებელთა ასოციაცია კანონმდებლობაში არსებულ ბუნდოვანებაზე საუბრობს. ორგანიზაციის იურისტის ვახტანგ შურღაიას განცხადებით, არაერთი საკითხი, მათ შორის კომპანიის დირექტორებისა და პარტნიორების სტატუსი სამინისტროს მხრიდან დამატებით დაზუსტებებსა და სამუშაო შეხვედრებს საჭიროებს. მისი თქმით, კითხვები არსებობს დადგინილ გარდამავალ ვადებთან დაკავშირებითაც, რადგან 2027 წლის 1 იანვარი ყოველთვის საერთო ვადას არ წარმოადგენს და დოკუმენტაციის მოწესრიგება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე სავალდებულო ხდება. დავაზუსტებდი მაგალითად გარდამავალი პერიოდის ნაწილში 2027 წლის 1 იანვრამდე ეს არ გულისხმობს იმას, რომ ყველას ესე ვთქვათ ცალსახად 1 იანვრამდე აქვს ვადა. თუნდაც იმ შეხვედრაზე გამოითქვა ესეთი მოსაზრება, რომ ეს პერიოდი ასახავს ანუ 1 იანვრამდე, თუმცა მაშინ, როცა ხელშეკრულება გიმთავრდება და განახლებას ხელშეკრულებას აკეთებ, ასეთ შემთხვევაში ესე ვთქვათ, უნდა გააკეთდეს ამ საბუთების მოწესრიგება. მაგალითად, თუ პირს უმთავრდება ხელშეკრულება სექტემბრის თვეში, მისთვის გარდამავალი პერიოდი მთავრდება სექტემბრის თვეში და არა იანვარში. ჩვენ ველოდებით, რომ უფრო ესე ვთქვათ, სამუშაო ფორმატის შეხვედრა ალბათ დაიგეგმება სამინისტროში, სადაც შესაძლებელი იქნება უფრო დეტალურად, ასე ვთქვათ, სამართლებრივი დასაბუთება წარმოადგინოთ ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც ანუ არსებული დირექტორები ან პარტნიორები თუ არ მიიღებენ, ესე ვთქვათ, ამ სამუშაო ნებართვას. როგორ უნდა გააგრძელონ მათ საქმიანობა, ან თუ არ უნდა გააგრძელონ საქმიანობა, მაშინ რა წესი არის მათთვის განსაზღვრული. ეს საკითხები ჯერჯერობით ღია არის, რომელიც საჭიროებს დამატებით დასუსტებას.